The conflict in the North Caucasus has echoed throughout the Middle East, Europe, and even in the USA. The Russians claim it's just another page of the war on terror. The general consensus is that the conflict has its origins in the Muslim resistance to Russian colonization in the 19th century, known as the Caucasian War. Is it actually so straightforward, though? No one doubts that the Caucasian War took place. But was the resistance really Muslim? For 200 years, one Caucasian nation has been denied the capabilities to be heard. Ingushetia. Now it's time to let them tell their story. My name is Mago Albakhmyatov. I'm a documentarian from Ingushetia. Сама сцеханов, голая команда, культура интересуешь. Корт бош, عقل سقيط الجوجي، تهلي بيدي يوجي، يوروب حسبي. بغدا قمت اللي سيدي موك، نقعت شو ماركت ليش ولدت سقينا مخ. I discovered a like-minded figure here in Georgia, Vaja Pshevela, the great Pshav poet who wrote the Ingush Castle 10 poems, such as Aluda Kitelauri and The Guest and Host. Vaja Pshevela მიაღწია ისეთ სიმაღლეს, რომელიც შეუძლებელია 100%-იანად საზოგადოებამ მართლა თავიდან ბოლომდე გაიგოს, იმიტომ მას ჭირდება მომზადება. Ზუსტად ასეა ხანდახან მხატვრობაში. არის მხატვრობა, რომელსაც მომზადება არ ჭირდება, მაგრამ პიკასოს სახქმას უკვე ჭირდება გარკვეული მომზადება. ვაჟა ფშაველა არის ასეთი ავტორი. მის სწორად გაგებას ჭირდება მომზადება. მასნე მოიდა შატირსა. ქისტებმა მოქცეს ზიანი და გვიწიოკეს მწყემსები ავნია ავიზნიანი. Aluda Ketelauri, Kasia Davlatiani, საფიხნოს თავში დაждების სიტყვა მაუდის გზიანი, ბევრქის მაჯრა მარჯვენა, სადა ფრანგული ფრიანი. სუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი. Aluda Ketelauri აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მტრობა არ არსებობს, მუცანი მტერი არ არის. Aluda Ketelauri ფაქტობრივად რომელიღაც პორტალს მიადგა და იქიდან სხვა სამყაროში აღმოჩნდა. ეს სამყარო მისთვის გახსნა მტერმა, ყოფილმა მტერმა. როგორ ხედავს მას მომაკვდავი მუცალი. მუცალი ალუდაში ხედავს ადამიანს, რომელიც მართალია სხვა რელიგიიდან და ზაღლია და რჯული არ უარგა, მაგრამ ვაჟკაცი არის. ამას აღიარებს მიუხედავად იმისა, რომ ძმა მოუკლა და თვითონაც მოკლა. ეხლა შენ იყოს რჯულ ზაღლო, ხელს არ ჩაარდეს სხვისას. ფაქტობრივად სიკვდილის წინ აკეთებს და ის ამბობს, რომ ეს თოფი შენი იყოს, ვიღაცას, ვისაც არ ეკუთვნის, იმას არ ჩაუვარდეს ხელში, მან აჩუქა მომაკვდავმა, აჩუქა საჩუქარი, ეს აღმოჩნდა მძიმე საჩუქარი. ჩვენ ვიტყვით კასნი, ჩვენ ვართ მარტო ჩვენ გზრდიან დედანი, ჩვენ ავსხონდებით უჟულოთ, კუპრში მიერის ქშენანი. ამის თქმით წარამარავთ, ღვთისშვილ თუკეთეს იციან. ყველანი მართალს ამბობენ განავინაცა ფიციან. ითვლება, რომ ამ ბრძოლაში ალუდამ დაამარცხა მუცალი. ეს რა თქმა უნდა ასე არის ამ ქვეყნიური და ფიზიკური წარმოდგენით, დიახ, ალუდა ცოცხალი დარჩა, მუცალი მოკვდა. სინამდვილეში ამ ბრძოლაში გაიმარჯვა მუცალმა, იმიტომ რომ მან პირველმა თქვა
რომ ალუდა ქეთელაური უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ მტერი. ალუდა ქეთელაურს შესაწირავი ეკუთვნის, საჩუქარი ეკუთვნის ფაქტობრივად მომავალ ალუდა ქეთელაურს. იმ კაცს, რომელიც შორს წაიყვანს საქართველოსაც, მთელ კავკასიას და მთელ მსოფლიოსაც, იმ კაცს გადმოუგდო ეს ტოფი, ანუ შესაწირავი მიიღო იდეამ, რომ მტრობა არ არსებობს. რახს ჩადით? შემოუწახა. ვის სტუმარს ხბოჭავთ თოკითა? რაც სტეხთ საუფლო ჩვენს წესა? თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა? სტუმარ მასპინძელში ერთმანეთს შეეჯახა ორი სერიოზული კანონი. როგორც ეს ხდება დიდ ტრაგედიებში. როგორც ანტიგონეში ერთმანეთს დაეჯახა ორი კანონი, დაწელი და დაუწერელი, სტუმარ მასპინძელში ერთმანეთს შეეჯახა ორი კანონი. შეიძლება თქვათ ასე თემის კანონი და ღმერთის კანონი. დაწერილი და დაუწერელი კანონები აქაც რელიგია და თემის ტრადიცია დაუპირისპირდა ერთმანეთს. სტუმარი ღვთისაა. სტუმრის ხელისხლება არ შეიძლება. სტუმარი ღვთისაა, ეს არის ღვთაებრივი ან უძველესი კანონი. მეორეს მხრივ რელიგია გეუბნება მტერს მოეკეცი მტრულად. წერია ხანდახან ამბობენ ხოლმე არც ერთ რელიგიაში არ არის ნახსენები მტრობა და არ დაიჯეროთ. ყველა რელიგია ამბობს, რომ არსებობენ ჩემიანები და სხვისიანები. სტუმარ მასპინძლობა კი ამბობს, რომ მტერი არ არსებობს. ანუ მტერი სარგებლობს იგივე უფლებებით, რაც არა მტერი. თუ კი იგი არის სტუმარი. ეგ მართალია იქნება. რა უნდა მითხრათ მაგითა? მითც ვერ მიაბავთ ჩემს გულსა თქვენს გულის თქმას თან ძაფითა. დღეს სტუმარია ეგ ჩემი. თონ ზღვა ემართო სისხლისა. მითაც მე ვერ უღალატებ ფიცალ ღმერთს ქმნილის. ადამიანი და მისი ღირებულებები, საზოგადოება და მისი ღირებულებები. მამათი დაპირისპირება მარტივი არ არის. ბაჟაფშაველამ თქვა ის, რასაც ამბობს ჯონ ლოკი, რასაც ამბობს ევროპული ფილოსოფია, რომ ადამიანი არის სამყარო. და იგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანთა ერთობა. Ingush Mutsal visits Kessereti. Kessu Zviada Uri makes a return visit. In both poems, the clash of the individual with the concept of social morality is demonstrated. The poet hands us the grounds for comparing two cultures and in many respects takes a liking to the English people whose society is shown to be tolerant and pluralistic. Allahis madlsa tsodva egis tavis ღმერთს ვფიცავდა. Tsodva როცა ვაშკაცი უნდა გადიქცეს მიწა. რა იქნა? ეგეც იბრძოდა თავის მიწა წყალს იცავდა. Везамон хошт халдыз гамал qitdit its. Там важа пшевелен дик беза бейши хан халгай. Я тастагна qitm быкри хуц банари ишари. Most likely, we bypassed a few steps of the historical path of the English. To understand Vaja Pshevela, we ought to fill in this gap. მე მჯერა რომ მან ეთნიკურად და სპეციალურად შეარჩია ქისტები და არა რომელიმე სხვა. ეს არ არის შემთხვევით რომ ქისტია იქ. ტერიც და მოყვარეც ორივე შემთხვევა ხომ განხილული. იმიტომ რომ მან იცის რომ იქ არის მორალური კოდექსი რომლის დროსაც მტრობაც და მოყრობაც აი ამ კოდექსს ეფუძნება.